დავუშვათ მარიხუანა მოვიხმარეთ წინა დღით და მომდევნო დღეს საჭესთან დავჯექი. რა მოხდება ამ შემთხვევაში? სცენარი განვითარდება შემდეგნაირად. თუ პოლიციელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ იმყოფებით რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ის აუცილებლად მოგთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანას გამოკვლევის ჩატარების მიზნით, რაზეც არ უნდა დათანხმდეთ, უნდა გამოართვათ მიმართვა. პოლიციის მიმართვის გამოწერიდან 4 საათის განმავლობაში თქვენ მიბრძანდებით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და მოითხოვთ გამოკვლევის ჩატარებას ყველა სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე, გარდა მარიხუანისა. საბოლოოდ კი ნარკოლოგის დასკვნაში არაფერი არ ეწერება მარიხუანის და კანაფის შესახებ. თუ საჭესთან არ ვიმყოფები, მაგრამ ქუჩაში თან მაქვს 5 გრამამდე მარიხუანა, ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ პოლიციელმა გამოგიჭირათ ადმინისტრაციული წესი დაგაჯარიმებენ 500 ლარის ოდენობით და პლუს მართვისმოწმობა ჩამოგერთმევათ 3 წლის ვადით. გარდა ამისა, 5 წლამდე ვადით ჩამოგერთმევათ საადვოკატო, საექიმო, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში პედაგოგიური და საგანმანათლებლო ცებულებებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღთან დაკავშირებული უფლებები. თითოეულ ამ ზემოაღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად სასამართლო მიიღებს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. და შესაძლებელია თუ არა კორპუსთან 100 მეტრის სიახლოვეს, როდესაც სკოლა მოიხმაროთ მარიხუანა. დიახ, შესაძლებელია მარიხუანის მოხმარება თქვენს საცხოვრებელ სახლში და სხვა შენობაში, სადაც გექნებათ პრივატულობის გონივრული მოლოდინი. აკრძალულია პლანის მოხმარება ნებისმიერ საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებაში. გარდა ამისა, აკრძალულია მარიხუანის მოხმარება თქვენ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვნის თანდასწრებით და ასევე დაბოლილი მდგომარეობაში ყოფნა ბავშვების თანდასწრებით არის კატეგორიულად აკრძალული. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებით საკმაოდ სოლიდური სანქცია.